საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 619 ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი შეიძინა და სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში გამოაგზავნა. სამართალდამცველებმა ერთი პირი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიღების მცდელობის დროს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 619 სუბოტექსი. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის მცდელობის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.